საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ და პირველ რიგში განვლილი კვირა უნდა შევაჯამოთ, რომელიც ამერიკულ ინდექსებისათვის საკმაოდ პოზიტიური იყო, ვინაიდან მიხედვით საშუალოდ 1,9%-იანი ზრდა. ამ წუთებში, როგორც ხედავთ, Wall-Street-ის საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მაღალი მერყეობა და ვოლატილობა არის. S&P 500 ინდექსის შემთხვევაში ცვლილება არის ზუსტად 0%, Nasdaq-ის ინდექსთან მცირე დემატება გვაქვს პლუს 0,10%, ხოლო Dow Jones-ის ინდექსის შემთხვევაში საერთოდაც კორექციას ხედავთ -0,22%-ის ფარგლებში. აქვე მომავალ კვირაზეც შეგვიძლია ორი სიტყვის თქმა, ის ძირითადად კვარტალური შედეგებით და მაგალითად Fed-ის გადაწყვეტილებით დატვირთული და გამორჩეული არ იქნება, მაგრამ მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღება იქნება მიმყოფილი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, რომელიც ამჟამად უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მომავალ კვირას არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა გავრცელდება მსოფლიოში ამ მიმართულებით, ამიტომაც ინვესტორების ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით იქნება მიმყოფილი. მაგამდე კი, როგორც ხედავთ, Wall-Street-ის საფონდო ბირჟაზე ფიქსირდება საკმაოდ მაღალი მერყეობა. აქვე ევროპაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელსაც ამ წუთებში ფლად სახარბელო საქმე არ აქვს, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0,39%-ით არის შემცირებული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ განვლილი კვირის განმავლობაში ევროპულ ინდექსს ჰქონდა დაახლოებით 2%-იანი ზრდა. ასევე პოზიტიური კვირა ჰქონდა იაპონურ ინდექსსაც, რომელიც აგრეთვე დღეს არასახარბიელო შედეგს აფიქსირებს ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ, Nikkei-ის ინდექსთან კლება გვაქვს -0,80%. შანხაის ინდექსსაც შეეხება, ამ შემთხვევაში მატება გვაქვს და ის შეადგენს 0,42%, თუმცა საერთო ჯამში ჩინეთის საფონდო ბირჟა დიდად სახარბიელო შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში ჯერჯერობით ვერ აფიქსირებს. თუ რა ნავთობზე გადავინაცვლოთ, ის არის გაიაფებული საშუალოდ 0,9%-ით, როგორც ხედავთ, Brent-ის ღირებულება ისევ და ისევ $75 ფარგლებში მერყეობს, WTI კი $71 ივაჭრება. სხვადასხვა ერთვიან პერიოდში გვაქვს ძალიან მკვეთრი კლება, ლამის 9%-ის ფარგლებში არის საშუალოდ კლების მაჩვენებელი, რუსულ ნავთობთან კი გაიაფება უკვე 10%-საც კი აღწევს და როგორც ხედავთ, ურალის ფასი ჩამოწდა $69-იან ნიშნულს. აქვე ბუნებრივ აირზე შეგვიძლია ორი სიტყვის თქვა, ისიც დაახლოებით 10%-ითაა გაიაფებული და როგორც ხედავთ, მეგავატის საათი ენერგიის ფასი ევროკავშირის მასშტაბით 51 ევროს ფარგლებში მერყეობს. ოქროს რაც შეეხება, მისი ფასი დღეს უკვე სესიის მიწურულს დაეცა 35-36 დოლარით უნციაზე და ამჟამად უნცია მეტალის ფასი $2895 შეადგენს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღის განმავლობაში ოქროს ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ახალი რეკორდი იყო $2940. ესეთი მაღალი მაჩვენებელი ოქროს ისტორიაში არასოდეს ჰქონია, რაც საერთო ჯამში ერთოში არის ლამის 8%-ით, ერთმან პერიოდში კი 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელი, ვერცხლიანას დაახლოებით იგივე შედეგს ხედავთ, რაც მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური რისკებით არის ამპირობებული. აქვე კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც ცოტა რიყოს და უძრაობის ფაზაში არის გადასული, როგორც ხედავთ. ბაზრის საერთო შეფასება ისევ და ისევ მერყეობს 3,360 მილიარდის ფარგლებში. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე 96,700-ია, ეთერიუმი კი $2700 ივაჭრება. საშუალოდ მატება გვაქვს 1,5-დან 4%-ის ფარგლებში, კაპიტალიზაცია ეთერიუმის ამ ეტაპზე არის გაზრდილი $329 მილიარდამდე, ხოლო ბიტკოინი ისევ და ისევ $1,922 მილიარდ ივაჭრება. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავხედოთ, სადაც მოგხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილი, დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ჰქონდა 1,9%-იანი ზრდა და საერთო ჯამში მიმდინარე კვირა ძალიან პოზიტიური იყო საქართველოს ბანკისათვის, როგორც ჩარტზე ხედავთ, ნახტომი არის თითქმის 8%-იანი. აგრეთვე შესანიშნავი შედეგი აქვს TBC-ის დღეს დამატებით პლუს 0,73%-ია მატება, ხოლო ერთ კვირაში ზრდის მაჩვენებელი ლამის 10%-საც კი აღწევს და როგორც ხედავთ, ჩარტი გამოიყურება ვერტიკალურად, რაც არის გამპირობებული კომპანიის მიერ დაფიქსირებული ფინანსური შედეგებით, რომელიც მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი იყო, ვინაიდან კომპანიამ დააფიქსირა ძალიან ძლიერი ზრდა ფაქტობრივად ყველა სეგმენტში და ყველა მიმართულებით, ეს კი რა თქმა უნდა ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად აისახება. თუკი საქართველოს ბანკს და TBC-ს ძალიან კარგად აქვს საქმე, იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც უფასურდება ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით, არც გამონაკლისი დღევანდელი დღე ყოფილა და როგორც ხედავთ, დოლართან მაგალითად კურსმა შეადგინა 2.93. ევროს გასული კურსი ამ ეტაპზე გვაქვს 2.96, სტერლინგის გასული კურსი კი 3.56-ია და ბოლოს ორი სიტყვა ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, რომელსაც Foresight Investment Group-ი გვთავაზობს. არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა
განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად სტანდარტულად შეადგენს 9.37%, ხოლო ანგარიზე 50000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა 10.9%-ს კი აღწევს. ეს სარგებელი მართალია არის წლიური, თუმცა თქვენის გერისხებად ყოველდღიურ რეჟიმში, ხოლო მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანიაა.